დღეს ცოტა რაღაც ჰლებით და კლებით ვილაპარაკებ, მაგრამ რომ კარგად ხარ, ჯანმრთელად ხარ და აღარ გაგვიცივდები ისე ხშირად. არის მოქმედოს ჩემზე. ხო, ეხლა გადავიდეთ. რაზე გადავიდეთ? საქართველოში მთავარ მოვლენაზე. რომელიც გუშინ გამიჩნდა. ხო, ძალიან ემოციური და ესეთი საღამო იყო. ხო, ეკა ჩვენ კი ყველები და რა ვიცი, ემოციებით სავსე ვართ ყველა. ეკა პირდაპირ მომსწრე იყო ჩვენ ტელეეკრანებთან ვტიროდით, ბღაოდით და გქონდა მთელი გულვაჩი საქართველო ბღავ და ბუფენ. ხო. იქ რა ემოცია იყო წარმომიდგენია ახლა. არა, ძალიან მოულოდნელია. არ ეხო ეს რა თქმა უნდა, ალბათ შეიძლება მაყურებლისთვის მხოლოდ სიტყვები იყოს და ფიქრობდნენ ყველაფერი დაგეგმილი იყო, მაგრამ ეს აბსოლუტურად ბოლო წამს მოხდა. აი ხარია და მაყურებლები მეორები. თუმცა ministri რო ფეხზე ადგა უკვე რაღაც შეგრძნებები წამოვიდა. ეკა რა ლამაზი კაბაგეთსვა აღნიშნე ამჯერად არ გაგაწყვეტინებთ. გვირდებით? გამარჯობათ. მოგესალმებით. აი ეს იყო უკვე რაღაცა ნიშანი. ანუ უთხოვა რომ დატოვე როცა მოიყო. კი. ხომ არა რა იცი ამ ფურცელზე რა წერია? იქნებ წერია რომ მე მოგაკლე რაღაცა. და არა ის რაღაცა ადამიანი რაღაც კარგზე ფიქრობს. ადგილობრივი პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების საბჭოს ხდომა და თეონა გათავისუფლებულია დღეიდან. შეგდე რა ხდება? ემოცია განუსაზღვრელი დარბაზში მაყურებელი ანდრე რომ ამაზე იტირებს სოფიკო. კი. ცრემლები, გულწრფელი ცრემლები იყო მართლა. მეც მაგას წარმომიდგენია თვითონ თეონას რა თეონა თვითონ მოგიყვება. დღეს საოცრება მოხდა, მეც აი ხედავთ კადრებს, სადაც სასჯელახსრულების ნომერ მე-5 ქალთა დაწესებულებაში გულშემატკივრობდნენ თეონას. ჩვენ მაინც ვიცით რომ არ ველოდით დღეს. ყველა სხვათა შორის მსჯავრდებულებით, თანამშრომლებით ერთნაირი ემოცია მოდის ყველასგან. ჩვენ გვქონდა საშუალება სპეციალური კონცერტით შევხვედროდით ქალებს ამ დაწესებულებაში. რუსა ხო შოკირებულია. რუსა შოქშია, ვერ ლაპარაკობს. ვიცი როგორ გულშემატკივრობდნენ და ადევნებდნენ თვალს მთელი ამ შოუს განმავლობაში თეონას გამოსვლებს სასჯელახსრულების ნომერ მე-5 ქალთა დაწესებულებაში და თეონას დროა მოუხმოთ. ხო და თეონა დღეს გაატარა თქვათ აი ამ წლების განმავლობაში გუშინდელი ღამე ოჯახში დასთან ერთად. კარგი იყო ძილის სახლში. არ დაგიძინია ალბათ. შეყვარებული თუ ნახე და მან თუ გაიგო რომ შენ დღეს უკვე აი სასჯელს იხდის. არა ვიცი რომ იხდის, მაგრამ კომუნიკაცია დაამყარეთ თუ ვერა ჯერ. უნდა შეხვდე? მე ვიცი რომ ჯერ მობილურის ნომერიც არა გაქვს, ხო დღეს აიღო. დღეს მოხდება სავარაუდოდ სატელეფონო სავარაუდოდ მითხარ ეხა რაღაცა ემოცია მოდიოდა, ნუ ჩვენ ვტიროდით ყველა შენ რა დღეშიც იყავი წარმომიდგენია. პირველი კადრებს უყურები და იგივე განვიცადე. არა, კონდა წარმომიდგენია. შეიძლება აი ეს მომხდარიყო კონკურსის ელოდისას. ანუ რაღაც ხმები კი იყო, მაგრამ ანუ ზოგადად დაწესებულებაში ბევრი რაღაც შემოდიოდა ხოლმე ჭორის დონეზე და ხშირად არ ვიჯერებ. იმათმა შეგატყობინეს რომ შეიძლება ეს ტირა მოხდეს ამ ხო, ანუ ეს ვარაუდები იყო ჩვენ პატიმრების და მაგრამ ანუ საერთოდ არ ველოდი მართლა ანუ თან მაშინ როდესაც უდო შეგეხო და ფიქრობდი რომ აი უკვე რაღაცა ჩამომაკლეს ხო და ვერ წარმოგედგენია. რამდენი ხანი უნდა ყოფილიყავი კიდე იქ, რამდენი წელი დღე 4 თვე დარჩენილი კიდე. უფ, გილოცავ. მადლობა. პირველი რა გააკეთე, რომ წახვედი ვოისიდან სახში პირველი რა გააკეთე? ნუ გასაგებია რომ გადაეხვიაშ და ჩაკოცნე ოჯახის წევრები ყველა სიხარული. ანუ მარტო არ ყოფილი ვარ, ჟურნალისტები ვიყავ. ანუ შენდელი არ მოგექცა საშუალება ხო მარტო დარჩენის გუშინ. იქნება ეს ყველაფერი გადაღებულია და იხილავთ ყველა. წარმოიდგენდი ამას რომ უცებ აი თქვათ საპატიმროში ხარ, ხო დაპატიმრებული ხარ, ჯარდებული ხარ და ერთ დღეს ისე შეიცვლება შენი ცხოვრება რომ პირდაპირ ციხიდან გახდები ვარსკვლავი ესე ვთქვათ. არა, მართლა არ ველოდი, ანუ ეს იყო რაღაც სასწაული ჩემს ცხოვრებაში. არა მარტო შენში, მე მგონია რომ ამ სასწაულს იზიარებს ყველა ის მაყურებელი, ვინც აი ამ კვირების თვეების განმავლობაში იჯდა გიყურებდა, გაგიცნო, მე რეგიონის ისტორია არის სრულიად შეყვარებული შენში და ამბობს რომ მე მხოლოდ ამიტომ მიყიდა აქ მოსვლა რომ აი ეს ადამიანი გამეცნო. მე არ გიცნო პირადად, მაგრამ ჩათვალე რომ გიცნობთ რომ ბევრი რამე ვიცი შენ შესახებ, მაგრამ და ძალიან საინტერესოა ახლა თეონეს გეგმები როგორია, ხო აი ძალიან რადიკალურად შეიცვალა შენი ცხოვრება. ისეთი კი არ გახდა როგორც იყო თქვა პატიმრობამდე, აბსოლუტურად სხვა გახდა. სხვანაირი კი.
გაქვს რამე გეგმები ან რაღაცას მინდა რომ ამ გზას გავყვეკი და შანსი გამოვიყენო რაც ჩვენმა სამინისტრომ მომცა, voice-მა მომცა და თქვენმა. თეონა გუშინ ქონდა ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო voice-ის ჩვენს ასე ვთქვათ გამოსვლებს შორის ეს იყო პატრიარქის საგალობელი, ხო, რომელიც ჩვენ შეასრულა და ალბათ იყო ძალიან ემოციური შენთვის ორმაგად, ხო, მით უმეტეს იმ გუნდის მხარდაჭერით, რომელიც მოხდა, ხო, საპატრიარქოს გუნდს გულისხმობ. მოდი რო გითხრა ხო შთაბეჭდილებების შესახებ შესრულებასთან დაკავშირებით. გუნდის შენი არჩევანი იყო საერთოდ ეს უნდა. ერთობლივი იყო დაწესებულებაშიც ჩემმა დირექტორმა და ნუ ესე ეთახმოდი ყველა სიმღერა დაწესებულებაში. მე დაწესებულებაში მე ვიყავი მგალობელი სამლოცველოში და აქედან დაწესებულებაში რამდენი ხანი იყავი ესეც რომ 3 წელი და 8 თვე. 3 და იქ გახდი მგალობელი, იქ გახდი დიაკვანი უბრალოდ მე დავითნე მე დავითნე გახდა იქ ხო ძალიან ემოციური იყო ანუ შედიოდა იმის თქვა მინდოდა რომ იქ შედიოდა მამაო და იქ თქვათ აირჩია მან ეს ეკლესიური გზა ასე ვთქვათ თეონა რა არის ზოგადად ეს 4 კედელი სადაც გაატარე შენ 3 წელი და კიდე ცოტა ალბათ ძალიან რთულია მე ვერ წარმომიდგენია ეს რა არის მაგრამ შენ კარგად იცი ეს რა შეგრძნებაა ძალიან რთული იყო პირველი 2 წელი, ძალიან გამიჭირდა, თუმცა ანუ რა გიჭირს ის რომ თქვა ჩაკეტილი ხარ რაღაცა გავყოს ჩაკეტილი სივრცე თავისთავად მე ის რომ გიწევს დამკვიდრება იქ ადგილის დამკვიდრება გიწევს კიდე რეჟიმის დაცვა და ყველაზე რთული იყო საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. მე მგონი ეს არის ყველაზე რთული. ანუ ეს არის ყველაზე რთული და ყველაზე გაიცანი შენი თავის ხვანაირად, თქვა გაიაზრე ის რის გამოც ვიყავი ციხეში. კი, ნამდვილად. კი. ბოდიში ეს რამეს გეკითხები, უბრალოდ მართლა მაინტერესებს, რა ხდება იმ დროს, როდესაც კონკრეტული დანაშაულისთვის ზიხარ 4 კედელში. რო არ გაეცნო ალბათ ამ ვერ გახდებოდა ვერც მე დავითნე, ვერ გახდებოდა ვერც მგალობელი და არასოდეს აღარ გააკეთებს ისეთ რაღაცას რო იმოხდეს ალბათ იმიტომ რომ მოდი ახლა დავუძახოთ დროა ეს რომ შეიძლება ეს ტირა მოხდეს ხო ანუ ეს ვარაუდები იყო ჩვენ პატიმრების და მაგრამ ანუ საერთოდ არ ველოდი მართლა ანუ თან მაშინ როდესაც უდო შეგეხო და ფიქრობდი რომ აი უკვე რაღაცა ჩამომაკლეს ხო და ვერ წარმოგედგენია რამდენი ხანი უნდა ყოფილიყავი კიდე იქ რამდენი წელი დღე 4 თვე დარჩენილი კიდე გილოცავ მადლობა პირველი რა გააკეთე რომ წახვედი ვოისიდან სახში პირველი რა გააკეთე ნუ გასაგებია რომ გადაეხვია და ჩაკოცნე ოჯახის წევრები ყველა სიხარული ანუ მარტო არ ყოფილი ვარ ჟურნალისტები ვიყავ ანუ შენდელი არ მოგეხო საშუალება ხო მარტო დარჩენის გუშინ იქნება ეს ყველაფერი გადაღებულია და იხილავ ყველა წარმოიდგენდი ამას რომ უცებ აი თქვათ საპატიმროში ხარ ხო დაპატიმრებული ხარ ჯარდებული ხარ და ერთ დღეს ისე შეიცვლება შენი ცხოვრება რომ პირდაპირ ციხიდან გახდები ვარსკვლავი ესე ვთქვათ არა მართლა არ ველოდი ანუ ეს იყო რაღაც სასწაული ჩემს ცხოვრებაში არა მარტო შენში მე მგონია რომ ამ სასწაულს იზიარებს ყველა ის მაყურებელი ვინც აი ამ კვირების თვეების განმავლობაში იჯდა გიყურებდა გაგიცნო მე რეგიონის ისტორია არის სრულიად შეყვარებული შენში და ამბობს რომ მე მხოლოდ ამიტომ მიყიდა დღეს ცოტა რაღაც ჰუებით და კუებით ვილაპარაკებ თავარია რომ კარგად ხარ ჯანმრთელად ხარ და აღარ გაგვიცივდები ისე ხშირად არის მოქმედოს ჩემზე ხო ეხლა გადავიდეთ რაზე გადავიდეთ საქართველოში მთავარ მოვლენაზე რომელიც გუშინ დამიჭრა ხო ძალიან ემოციური და ესეთი საღამო იყო ეგ აგერ ჩვენ კი ყველები და რა ვიცი ემოციებით სავსე ვართ ყველა ეკა პირდაპირ მომსწრე იყო ჩვენ ტელეეკრანებთან ვტიროდით ბღაოდით და გქონდა მთელი საქართველო ბღაო და ოფენ ხო იქ რა ემოცია იყო წარმომიდგენია ახლა არა ძალიან მოულოდნელია არ იყო ეს რა თქმა უნდა ალბათ შეიძლება მაყურებლისთვის მხოლოდ სიტყვები იყოს და ფიქრობდნენ ყველაფერი დაგეგმილი იყო მაგრამ ეს აბსოლუტურად ბოლო წამს მოხდა აი ხარია და მაყურებლები მეორები თუმცა ministri რო ფეხზე ადგა უკვე რაღაც შეგრძნებები წამოვიდა რომ ამით ლამაზი კაბაგეცვა აღნიშნე ამჯერად არ გაგაწყვეტინებთ გვირდებით მოგესალმებით აი ეს იყო უკვე რაღაცა ნიშანი ანუ უთხოვა რომ დატოვე როცა მოიყო კი ხო მაგრამ რა იცი ამ ფურცელზე რა წერია იქნებ წერია რომ მე მოგაკლე რაღაცა და არა ის რაღაცა ხო ადამიანი რაღაც კარგზე ფიქრობს ადგილობრივი პირობითო ადრე გათავისუფლების საბჭოს ხდომა
და თეონა გათავისუფლებულია დღეიდან. შეგდე რა ხდება? ემოცია განუსაზღვრელი დარბაზში მაყურებელი ეკრანებთან. სოფიკო. კი. ცრემლები, გულწრფელი ცრემლები იყო მართლა. მეც მაგას. წარმომიდგენია თვითონ თეონას რა თეონა თვითონ მოგიყვება. დღეს საოცრება მოხდა მეც აი ხედავთ კადრებს, სადაც ასჯელახსრულების ნომერ მე-5 ქალთა დაწესებულებაში გულშემატკივრობდნენ თეონას. ჩვენ მაინც ვიცით რომ არ ველოდით დღეს. ყველა სხვათა შორის მსჯავრდებულებიც, თანამშრომლებიც ერთნაირი ემოცია მოდის ყველასგან. ჩვენ გვქონდა საშუალება სპეციალური კონცერტით შევხვედროდით ქალებს ამ დაწესებულებაში. რუსა ხო შოკირებულია. რუსა შოქშია, ვერ ლაპარაკობს. და ვიცი როგორ გულშემატკივრობდნენ და ადევნებდნენ თვალს მთელი ამ შოუს განმავლობაში თეონას გამოსვლებს სასჯელახსრულების ნომერ მე-5 ქალთა დაწესებულებაში და თეონას დროა მოუხმოთ. ხო და თეონა დღეს გაატარა თქვათ აი ამ წლების განმავლობაში გუშინდელი ღამე ოჯახში დასთან ერთად. კარგი იყო ძილის სახლში. არ დაგიძინია ალბათ. შეყვარებული თუ ნახე და მან თუ გაიგო. არა, ის შენ დღეს ჯერ უკვე აი სასჯელს იხდის. არა ვიცი რომ იხდის, მაგრამ კომუნიკაცია დაამყარეთ თუ ვერა ჯერ. უნდა შეხვდე? მე ვიცი რომ ჯერ მობილურის ნომერიც არა გაქვს, ხო დღეს აიღო. დღეს მოხდება სავარაუდოდ სატელეფონო სავარაუდოდ მითხარ ეხა რაღაცა ემოცია მოდიოდა, ნუ ჩვენ ვტიროდით ყველა შენ რა დღეშიც იყავი წარმომიდგენია. პირველი კადრებს უყურები და იგივე განვიცადე. არა, კონდა გასტარა შეიძლება აი ეს მომხდარიყო კონკურსის ელოდისას. ანუ რაღაც ხმები კი იყო, მაგრამ ანუ ზოგადად დაწესებულებაში ბევრი რაღაც შემოდიოდა ხოლმე ჭორის დონეზე და ხშირად არ ვიჯერებდი. იმათმა შეგატყობინე მოსვლა რომ აი ეს ადამიანი გამეცნო. მე არ გიცნო პირადად, მაგრამ ჩათვალე რომ გიცნობთ რომ ბევრი რამე ვიცი შენ შესახებ, მაგრამ ძალიან საინტერესოა ახლა თეონას გეგმები როგორია, ხო აი ძალიან რადიკალურად შეიცვალა შეინცხოვა. ისეთი კი არ გახდა როგორიც იყო თქვა პატიმრობამდე, აბსოლუტურად სხვა გახდა. სხვანაირი კი. გაქვს რამე გეგმები, ანუ რაღაცას მინდა რომ ამ გზას გავყვეკე და შანსი გამოვიყენო, რაც ჩვენმა სამინისტრომ მომცა, ვოისმა მომცა და თქვენმა. თეონა გუშინ ქონდა ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ვოისის ჩვენს ასე ვთქვათ გამოსვლებს შორის ეს იყო პატრიარქის საგალობელი, ხო, რომელიც ჩვენ შეასრულა და ალბათ იყო ძალიან ემოციური შენთვის ორმაგად, ხო, მით უმეტეს იმ გუნდის მხარდაჭერით, რომელიც მოხდა, ხო, საპატრიარქოს გუნდს გულისხმობ. მოდი რო გითხრა ხო შთაბეჭდილებების შესახებ შესრულებასთან დაკავშირებით. აი გუნდის შენი არჩევანი იყო საერთოდ აი ეს რომ ერთობლივი იყო დაწესებულებაშიც ჩემმა დირექტორმა და ნუ ესე ეთანხმები ყველა სიმღერა დაწესებულებაში. მე დაწესებულება არა, დაწესებულებაში მე ვიყავი მგალობელი.